ჭასუკახიძის ქუჩაზე მეცნიერ ეთნომუსიკოლოგ გიორგი გარაყანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. მეცნიერი ამ ბინაში 1994-2012 წლებში ცხოვრობდა დაფა ანსამბლ მთიების მეგობრებისა და ოჯახის წევრების ინიციატივით მერიასთან შეთანხმებით გაიხსნა. გიორგი გარაყანიძე გამოჩენილი ქართველი ეთნომუსიკოლოგის ედიშერ გარაყანიძის ვაჟი და მისი საქმიანობის გამგზელებელი იყო. იგი ასევე ეთნომუსიკის თეატრსა და ანსამბლ მთიებს ხელმძღვანელობდა. მადლობა ღმერთს დღეს შევძელით და გავხსენით გიგის სახელობის მემორიალური დაფა. დიდ მადლობას ვეტყვი იმ ადამიანებს, ვინც ხელის მოწერითაც მოხდა ნებართვის გაცემა, რომ დაგვეკიდა ეს დაფა. ისე სურვილი იყო მეგობრებისა, მთიების წევრებისა, რომ გაკეთებულიყო და შევძელით და დღევანდელ დღეს გაიხსნა ეს. დიდი მადლობა ყველას. ეს იყო ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით აძლევდა მაგალითს. ამერიმერის ბავშვები მართლაც იზრდებოდნენ, აი ამ არაჩვეულებრივი გაიშვიათებული მაგალითად რის მსგავსად ალბათ ვერ იპოვი საქართველოში. ამიტომ იყო როცა გარდაიცვალა პატრიარქმა მოსწერა სამძიმრის წერილი, სადაც იყო სიტყვები, ის იყო საქართველოში და საქართველო იყო მასში. დღესაც როცა გიგი გარაყანიძეზე ვფიქრობ, პირველად აი ეს აზრი მომდის. ძალიან დააკლდა ქართულ ფოლკლორს, ძალიან დღეს განსაკუთრებულად ვჭირდებოდა ეს ყველას ჩვენ, არა მარტო მის ოჯახს, ძალიან ფოლკლორს და რაც თავარია ის იყო გამაერთიანებელი თვისებების მქონე, რაც ძალიან ჭირს დღეს. ანუ დღესაც ჩვენს ამ ფოლკლორის საზოგადოებას აკლია თქვათ ეს ერთობა, ეს გიგი იყო უნიკალური ნიმუში ამ გაერთიანებისა.